Სამებით იცით რა რახან ეს კითხვა დამისვით ამით დავიწყე ბუნებრივია აქაც ძალიან დიდ ყურს ამბობს ბატონი ივანიშვილი მარტივად კეთვით ეხა ის აუბრობს რომ აი დაბრუნდება ის ძალა ჯერთიც ყველა კარგად ხედავთ რომ ეს არის რეალურად ოპოზიციური გაერთიანება სადაც ძალიან ბევრი ადამიანია გაერთიანებული რომელიც არათუ არ იყო ჩვენი მოკავშირე არამედ ძალიან მკვეთრად დაპირისპირებული იყო ჩვენთან მე დღეს დაახლოებით 4 საათის წინ ვიყავი ერთ-ერთ რეგიონში და მქონდა შეხვედრა შტაბის წევრებთან და ვისხედით 15 მაგიდასთან ვისხედით 15 შტაბის პასუხისმგებელი პირები 15-დან 7 შტაბის წევრი 2016 წელს იყო ქართული ოცნების აქტიური მხარდაჭერი ეს არის შესაბამისად ეს მიმართვა ბიძინევაშვილის ამ ადამიანებს ეკუთვნოდა როგორც გვარდა არა იცით აი მან ცდება განაცდება იცის გიორგი ყველა ბელჯომითოს გავიმეორებ ყველა მეტნაკლებად ნორმალური ადამიანი ვისაც უკეთესობა უნდა და 2012 წლის შემდეგ და აი ბოლო კიდე კრედიტი გასცეს 2016-ში კიდე დაუჯერეს ბიძინა ივანიშვილის 2016-ში ხო ყველა ძირითადად ეს ადამიანი დღეს არის გაერთიანებული ოპოზიციაში და ყველა ეს ადამიანი ვის მიმართაც მათ შორის ამ ადამიანებს დღეს ჩვენთან ერთად იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ და ქონდათ პრეტენზია და არ მოსწონდათ და იყვნენ წინა ხელისუფლებაში ხო არიან მათთან და როდესაც ის საუბრობს რა წინა ხელისუფლება მე მეღიმება პარლამენტში რო შევდივარ ნახევარი წინა ნაციონალურ მოძრაობა ქართულ ოცნებაშია თვითმმართველობის დონეზე მთელი წინა ხელისუფლება დაკომპლექტებული არის გამგებლებით მეერებით არ ვიცი ხო და აქაც ამხელად ყურს ამბობს მაგრამ შედეგი საიდან მოვიდა ხა შაშა ნაციონალურ მოძრაობამ აიღო 260,000 ხმა წელს ოპოზიციაა გაერთიანება ფართო კოალიციამ აიღო 601,000 ეხა თუ ვინმეს თუ ბიძინა ივანიშვილს გონია რომ ნაციონალურ მოძრაობამ აიღო 601,000 კი ბატონო მე გამიხარდებოდა მაგრამ არ არის ესე აქ არიან პარტიები არიან სამოქალაქო აქტივისტები რომლებიც მკვეთრად იყვნენ დაპირისპირებული რატო ეცეთ იმიტომ რომ გააგიჟდნენ ვისაც ვებძოდიო მურუსიძეს ვებძოდი დააწინაურეს იქით არიან ვებძოდი პროკურორებს დააწინაურეს პოლიტიკოსებს რომელსაც ვებძოდი როცა ვიყავი ოპოზიციაში წინა ხელისუფლების დღეს არიან ქართული ოცნების დეპუტაციაში და ასე შემდეგ და დღეს რაც მოხდა გიორგი ფარცხალძესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ნათელი დასტური არის იმისა რომ ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი აი კამერების პირისპირო ტირილის პირას არის აგრძელებს კამერების მიღმა იგივეს კეთებას რასაც აკეთებდა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში დაისვა საკუთარი ძმაკაცი ფარცხალძე და უთხრა ოთარ ჩემო ძმაო ეხლა მე მჭირდება ხალხი იქნებ მოვატყუო და დავაჯერო არ არსებობს ხელშეუხებელი ადამიანი და გეხვეწებიო წადი პოლიციაში ისინი ჩვენება ჩამოგართვებენ და მე ვითომ აი ეს რაღაცა რას აგიყენებენ და ეს 5,000 ლარის გადაიხადე რა 5,000 ლარი ხალხო მიზასმენისგან გასხვავებით თქვა დაჭერამდე 5,000 ლარი არის ეხა ერთი ხარისხიანი ბოტასის ფული ფარცხალაძეს აი რესტორანში შესვლა გამოსვლის ფული არის წარმოვიდგინე ესეთი ასეთი რეზონანსული საქმე რომელზეც ლაპარაკობდა წელიწადახევრის განმავლობაში მთელი საზოგადოება ხო ისე ჩატარდა ამ საქმეზე სასამართლო რომ ვერავინ ვერ გაიგო და თუ ვინმე შეერა რომ ბიძინა ივანიშვილსა და ფარცხალძეს შორის ეს ერთ-ერთი შეთანხმების საგანი არ იყო რომ აი სასამართლოს ისე ჩაგიტარეთ საერთოდ თუ იყო მე მგონი არც იყო სასამართლოში მისული ეს ბატონი ფარცხალაძე ადამიანი რომელიც მულტიმილიონერი გახდა და ძალიან საინტერესო რამემი და ასე ვთქვათ მოუყვე ხა და გავიხსენოთ უბრალოდ. გასულ 2016 წელი ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილმა როგორ გადააგორა რის ხარჯზე. ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო იმ ჟამინდელი ქართული ოცნების ლიდერების მიმართ. და ნუ ხალხი გამოვიდა ნუ არაფრის გამკეთებლები ესენი მართლმსაჯულებლები ასე შემდეგ. და ეს ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა და ერთვენივე დღეს გამოვიდა და თქვა რომ ესენი თქვენ უნდა წახვიდეთ სახლებში და მე ვატარებ ჩემს გუნდში რეფორმას და მოვიყვან ახალ სახეებს და გამოვაჩინა ახალი სახეები და გაუშვა სახლებში ჯაჭვლიანები, კურტანიძეები არ ვიცი კიდე ეს დეპუტატი პორტს ვაშენებდა ქუთაისში და უამრავი სხვა ადამიანი ოლეგ იაძე და ასე შემდეგ დღეს გუშინწინ ადამიანი საუბრობდა რომ მე ცოტა ერთი წელიწადი მომეცითო და პროგრესის გზაზე ჩემ გულს დავაყენებო გუშინწინ და დღეს რას ხედავთ ოლეგ იაძე ჯაჭვლიანი სოსო გოგაშვილი დავით ზეიკიძე გახსოვთ ესეთი ადამიანი ხა უბრალოდ ჩემზე კარგად ახსოვს ბევრად ადამიანი რომელიც მიტინგებს არ ბევდა
მიტინგებს არბევდა 90-იანი წლებში. მიტინგებს არბევდა ავტომატით. და შეიარაღებული რაზმით იმელის შენობაში შევარდა პოლიციის სამმართველოს უფროსი. აი ეს ადამიანი დღეს გაშმაგებული დარბის განსაკუთრებით წვეთავ-დიაეთის რეგიონში. გოგა ხაინდრავა ადამ ყველამ ვიცით. ადამიანი ხრეტდა ხალხს ავტომატით დარბოდა. არ იყო ესე? ჩემ დედაზე ამაზე უფროს დაუბაზ არ იყო ესე? ეს ადამიანები მოდიან დიახაც. და სოსო გოგაშვილი, რომელიც ქართული ოცნების პარტიის მონიტორინგის სამსახურის უფროსად დანიშნა, სოციალურ დაუცველის სტატუსით მოსული. და მილიონობით, ასე თქვა, მილიონობით გამდიდრებული ადამიანი. არა პენსიისა და ყველა კომუნალური გადასახადი გაძვირებული. საწვავ ისტორიული მნიშვნელობა გაძვირებული, ლარი გაუფასურებული, ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი, თან პარალელურად შესაძლებელია ჩვენ გვისმენს გიორგი. და პარალელურად რას აკეთებს, ისი დარწმუნებული ვარ ამაში. ფიქრობს, რომ ხვალ ვისგან რა ისესხოს, რომ ვალი გაისტუმროს ბანკს, კრედიტი ჩაუფაროს, შვილს გაატანოს 5 ლარი ან 2 ლარი. საწვავი როგორ ჩაასხას მანქანაში სამსახურამდე მივიდეს, არ შეიძლება ტრანსპორტში გადაადგილების ელემენტარული საშუალება არ ქონდეს. აი ესეთ პირობებში აცხოვრებს მილიონობით ადამიანს მილიარდელი მართველი და კიდევ გამოდის და დამატებით საუბრობს, რომ წინა ხელისუფლება 1,25,000 ადამიანმა პირველ ტურში უარი უთხრა ბიზინა ივანიშვილს, როცა 616,000-მა ხოლო და როგორ და რა მეთოდები ძალიან კარგად ვიცი და ამდენ ხმასაც ადამიანებს როგორ ფიქრობთ აი ეს გამოსვლა თუნდაც როგორი მოქმედეს, იმიტომ რომ აღიქვა გარკვეულმა ნაწილმა საზოგადოების ეს რომ აი კარგია რომ აღიარა შეცდომები, აი კარგია რომ წუხს რომ იქამოწვა აი გაჭირვება და ვთქვათ ეს თვითონ კარგი მომენტია რომ მე ისეთი დაბჭება დამჭა რომ იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ ნიკა როდესაც ნახე მეც ეს შანსი პირველი გამიჩნდა რომ ვიღაცამ ხო ნახა რომ თუნდაც ვიზუალურად არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში ბიძინა ივანიშვილი და ვინმეს მაინც ეთქვა რომ არ შეიძლება ასეთი ფორმით ამ მიმართვის გაშვება. მე ვიფიქრე შეიძლება პირიქით უნდათ კიდევაც რომ აი ასეთი შეწუხებულ ფორმაში ყოფილიყო ის რომ თითქოს დაბჭდება დაეტოვებია რომ აი ამ ყველა ვინ ყავს რეზერვში ხახო აი პროგრესზე საუბრობს და ჯაჭვლიანი უნდა იყოს თურმე და ისა სოსო გოგაშვილი და დათო ზეიკიძე წამატების საწინდარი ამ ქვეყნისა წარმოიდგინეთ ვინმეს თუ გონია რომ სოსო ჯაჭვლიანი პირველ ტურში არ მივიდა და ხმა არ მიცა სალომე ზურაბიშვილს ან კურტანიძე ან არ ვიცი რომელი ერთი ჩამოთვალო ბედუკაძემ გამოუცხადა ხარდაჭერა ხახო Facebook პოსტი დაწერა ლადო ბედუკაძემ ამართა წამოება რომ ფაშიზმი არ უნდა დაბრუნდესო და ოლეგიაძე ადამიანი რომელიც საუბრობდა ის წლის განმავლობაში ის პატარა ბიძინა მე ვარო პატარა ბიძინა კასპელი პატარა ბიძინა ვარ პატარა ბიძინა და მე უთხეს აუ დაგვანებე და რაღაცას გადამალეს და ეს ოლეგიაძე გამოიყვანეს დღეს ავან სენაზე და რომე შეცდომების აღიარებაზე ამას საუბრობ გიორგი რომ კამერების წინ ვიღაცა მურჩია ალბათ რომ იყავი სენტიმენტალური იყავი თითქოს ხალხმა დაგინახოს რომ ვითომ მიხვდი შენს შეცდომებს და მარჯვენა ხელით ამას აკეთებს, მარცხენა ხელით ფარცხალაძეს და მიმართებაში გააკეთა. ის რაც გააკეთა, არა და რისთვის ცემეს, საკონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი, ლაშა თორდია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ფარცხალაძემ სემა იმისთვის, რომ მან ამხილა რეალურად და პროკურატურას გადაუგზავნა მასალები, სადაც ჩანს კალაძეს მერიამ როგორ გადასცა კორუფციული გარიგებების თანახმად და სქემის მეშვეობით რაღაცა უძრავი ქონებები. ამ დროს ოღონდ დღეს პროკურორისგან მოვისმინეთ რომ უცხოელი ექსპერტების გასწავლა ჩვენ არ გვაქვს იმიტომ რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე დაწყებული შეთანხმება. მეორე მხრივ არ შემიძლია ამას გვერდი აუვარო. უმოწყალოდ ცემეს ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძეს 5 შტაბის წევრი. იარაღის პისტოლეთის კონდახები უტყეს სახეძვლებია ხალხში ჩანსხრეული. წარმოიდგინეთ. და შტაბის მიმდებარე ტერიტორიის უბრალოდ ნოპიტაპირე მხარის არის საჯარო სკოლა და გვერდით არის სტომატოლოგიური კლინიკა. არც ერთი აი ამ ორივე შენობაზე არის კამერა დამონტაჟებული, არც ერთი კამერიდან არ ამოიღეს ფირი. რა თქმა უნდა ეხლა სადაც მუხტალი გაიტაცეს ხახდო ეხლა ვინ ამოიღეს თუ ამობენ რომ არ არის დაფიქსირებული არაფერს არ ამობენ დაზარალებულად არცნეს ეს ადამიანები დღეს დაცემი ადამიანები უმოწყალოდ დღემდე არ არის ვინაიდან როდესაც დაზარალებულად შენ ცნობ ამის შემდეგ ვალდებული ხარ რომ დაცვის მხარეს გადასცე ყველა მასალა და იქ უამრავი მუხრით უნდა წარადგინოთ ბრალი დაწყებული იმით რომ პოლიტიკური საქმიანობის ხელშეშლა და ესეთი მუხრი არსებობს კოდექსში იქ მუქარა, ხულიგნობა, დადევნება და ძალიან მსუბუქი მუხრი წარუდგინეს. მაგრამ როდესაც
გვაქვს მაგალითები სულ რამდენიმე კვირის წინ თიანეთში მაგალითად მოხდა რა ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს ანუ როგორც დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი თუ წევრი ვინმე ადამიანი დაიარა ასე ვთქვათ თიანეთი ჩამოხია ყველა პლაკატი გრიგოლ ვაშაძის და მე Facebook-ზე გამოდო იგივე საკეთება გააგრძელა მეორე დღეს და ჩვენმა შტაბის წევრმა თიანეთში უბრალოდ წაც ჩვენი შტაბის წევრი ამ ადამიანს და უთხრა უშო მე ვაკრავ ამ პლაკატებს და შენ რატომ მიხევ და ჩხუბი მოხდა და ერთი მოერია მეორეს და რა მოხდა 6 საათში სასამართლო 6 საათში სასამართლო განჩინებით ეს ადამიანი დააპატიმრეს გრიგოლ ვაშაძეს შტაბის წევრი და 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს როგორც ფარცხალაძეს როგორ არ გავიხსენოთ როდესაც სამი ახალგაზრდა რუსთავი 2-ის ხარდასაჭერ აქციას ატარებდა ქუთაისში და საყელო ოდნავ გაერღვა დეპუტატს და ერთ წლამდე მიუსაჯეს პატიმრობა და ციხეში იჯდნენ. ხახდო, თქვენ გონიათ რომ ამ ყველაფერს ხალხი ვერ ამჩნევს? მადლობა ნიკა. არა, ამას მართლა ვინმე ფიქრობს, ხა დღეს გამოვიდა ბიძინა ივანიშვილის ეს გუნდი და თქვა, რომ იცი და ყველაფერს უკავშირებს წინა საარჩევნო პერიოდსო. აი, რაც ოთარ კახიძემ თქვა, იგივე მინდა გავემეორო, ხახდო, ყველამ დავინახეთ და ვიგრძენით ეს, როგორ დაფაცუნდნენ და რა მაქსიმალურად ცდილობენ ყასიდად, მაგრამ ცდილობენ თვალის ასახვევად ხალხს დაანახოთ თითქოს აი რაღაცას ვაკეთებ, იცით? ოფიციალურად და ფორმალურად არ გაგვიფორმებია გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება, მაგრამ ეს გარდაუვალია, ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, მინიმუმ 200,000 ხმით გაიმარჯვებს გრიგოლ ვაშაძეს, ეს უბრალოდ ჰაერიდან არ მაქვს ეს მონაცემები მოტანილი, იმიტომ რომ განწყობა ძალიან კარგად ვიცი ხალხის, მაგრამ უკვე გამოდიან და ამბობ კი ბატონო, აი მე შეეშინდათ და გაიწვიეს ეს კანონი დროებით კანაბის პლანტაციებთან დაკავშირებით. გამოვიდნენ და ამბობენ რომ იცით და სოციალ დაუცველ ბოზარდებს ხუთ-მაგებთ დახმარებას. ასე შემდეგ თუ წარმოვიდგინეთ, როგორც არასოდეს საჭიროა დიახა დამბალანსებელი არჩევითი თანამდებობის პირი, რომელიც არ იქნება ბიძინა ივანიშვილის წიაღიდან ამოსული 6 წლის განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილის წიაღში არ დაიბადა არც ერთი პოლიტიკოსი. მიხეილ სააკაშვილის წიაღში დაიბადნენ პოლიტიკოსები, გამოიზარდნენ, ზოგი ოპოზიციაში გადავიდა მასთან, ზოგი არა. შევარნაძეს წიაღში გაიზარდა და აქ არ გაზრდილა, იმიტომ რომ არ უნდა პოლიტიკოსი და სალომე ზურაბიშვილი ახლა არ იღებს ხმას არაფერზე, არც ფარცხალაძეზე, არც ახალქალაქის დარბევაზე, არც ლარილო გაუფასურებულია, არც საწავიდა. მე რასიზმს ადამიანი გადამალეს. ამიტომ მადლობა ნიკა. ეხლა და არ შემიძლია მაგალითად ალე კოალიციაშიც არ გამოეხმარო, რომ დაწუნებული ვარ, იგი აუცილებლად ძალიან სწორ აღჩევას გააკეთეს, მაგრამ იგი საუბრობდა რომ ჯერ კიდევ არ ვიციო ვისმის ხა ზუსტად ვიცი ხა მისი ციტატები რომ მოვიყვანო, სალომე ზურაბიშვილი არის სერგო ორჯონიკიძე კაბაშიო. და მე დაწუნებული ვარ რომ იგი არ მიცემ სერგო ორჯონიკიძეს კაბაში, ხა ამაში დაწუნებული უბრალოდ. ხახდო, ეხლა მე რა ვიღაცები არ მოგწონდა წინა ხელისუფლება, მეც არ მომწონდა. და იყო არჩევნები, სადაც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ხმა მიცემული, სანამ პოლიტიკაში მოვიდოთ მე ნამდვილად. იყო არჩევნები და რა ერთი. იყო არჩევნები, სადაც ხარს უჭერდა, იყო არჩევნები, სადაც პირიქით, საპირისპირო ან კონკურენცს მივეცი, ხო ხმა? მაგრამ ეხლა რითიც დავიწყე, იმით დავამთავრე და დაგეშვიდობებით. აქაც ძალიან დიდ ყურს აქვს, გადახელონ თავიანთ რიგებს, ის ადამიანები იქ არიან, მაგრამ ესეც რომ არ იყოს. შევარდნაძეს დროინდელი ხალხი ყავთ გუნდში და ესე დარბიან გასვაგებულები წინ და უკან ეხლა და რა დავიწყოთ ეხლა ეს არის დათო ზეიკიძის თბილისის სამართლის პოლიციის თანამდებობის მუშაობის დროს ხალხი რო ცვიოდა ქუჩიდან ეხლა ეს ადამიანი რო ბრუნდება და ვანო ჭღარტიშვილი რო ყველაზე მისაღები ადამიანია ეხლა ბიძინა ივანიშვილისთვის და ვადო ბედუკაძე რო არის აქტივისტი და ასე შემდეგ ეს ნორმალურია თუ მათივე ხალხს გავყვებით ამიტომ მე მგონი არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი ხალხმა ძალიან ბევრი იფიქრა და სწორი დასკვნა გააკეთა მე არ დაგიმალოთ ასევე გიორგი შემხვდა ადამიანი არ მინდა თქვა რომელიც სოფლო შემხვდა ქალბატონი და გამოვესაუბრე და მითხრა შვილო 100 ლარი ავიღე მაგრამ ხმა მოგეცით თქვენ მილიონობით ლარი დახარჯეს სხვადასხვა ამ ხალხისგან მოპარული ხმები მიზა ფული და ხალხი გაიზარდა დიახაც ეხაც მოუწოდებ იმიტომ მოგვატყულა ოცნება და უნდა მოვატყულოთ ოცნება გავუღიმოთ და კაბინეტში რო შევად გავაკეთოთ ის რაც გავაკეთეთ პირველ ტურში ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი თუ რამით არის შეშინებულია მხოლოდ იმით რომ ფარცხალაძე მაგალითად პასუხი არაგოს სუბელიამა დამოუკიდებელმა სასამართლო და მიუკერძოებელმა პროკურატურამ კონკრეტული კითხვები არ დაუსვას. ამით არის შეშინებული. მე თვითონ რატო იყო შეშინებული? მადლობა ნიკა. და ცდილობს ეხა ხალხს მოახიოს თავი თქვენ მე მეშინია, მაგრამ თქვენ შეგეშინდეთ.